გამარჯობა, ჯიმი და ნიკო გიბრუნდებით განკითხვის დღით, ვინც არ იცით, ჩვენ ვართ ჯიმი და ნიკო, მუშაობთ კვირის განმავლობაში და კვირის ბოლოს გამოვიძურწებით ხოლმე აქეთ და ჩვენ აზრებს გამოვთქვამთ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. დღეს პოეზიაზე ვილაპარაკებთ, სწორედ 2 წამში ჩვენი ქუდის შემდეგ. რომ რამდენიმე დღის წინ პარლამენტარ არჩილ თალაკვაძის ლექსების განხილვა იყო Facebook-ზე, ზოგნი დასცინოდნენ მას ლექსების გამო, რომელიც მან დაწერა, შემდეგ სხვები ამბობდნენ, რომ ეს არის ბულინგი და არ შეიძლება ადამიანი ლექსების გამო აკრიტიკო, კიდევ უფრო სხვები ამბობდნენ, რომ ცუდი ლექსების გამო ვინც გინდა აკრიტიკო და ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც განეკითხავს ამ ყველაფერს და მოსულა, არ მოსულა, არის სწორი, ან არის სწორი. პრინციპში ჩვენ ვართ უზენაესი ავტორიტეტი ამასთან დაკავშირებით, ჯიმი და მე. ჩვენ გვაქვს ლიცენზია განვიკითხოთ მარტოსული პოეტის ქორწინება, ასე ქვია არჩილ თალაკვაძის ლექს. მართალია ჩვენ ამ ლექს არ განვიკითხავთ ასე დეტალურად, მაგრამ ზოგადად პოლიტიკოსები პოეზიაში და პოეტები პოლიტიკაში არის მე მგონი სალაპარაკო ამბავი. ამის გარშემოც არის სალაპარაკო. მთელი ამბავი იყო, გეგონება რომ რაღაც ყველა ამ ლექს დააცრევდა აქეთ-იქით. მე გამიჩნდა პირველი შეკითხვა და ჯიმი, როგორც ხელოვან კაცს შენ გკითხავ. რამდენად შეიძლება განიხილო ლექსი კონტექსტის მოკლედ რა დავიწყე მაგრამ ხო ხვდები რა რო არ ყოფილიყო არჩილ თალაკვაძის ლექსი ვინმე იტყოდა რომ ცუდი ლექსია შეიძლება მოდი ესე ვთქვათ შეიძლება ეთქვა შეიძლება ბევრს ეთქვა ალბათ ბევრი იტყოდა რომ ცუდი არის რა ბევრად უფრო კარგ პოეტებზეც უთქვამთ ცუდი და გაუკრიტიკებიათ მოკლედ ჩვენ პოეზიას არ ვკითხულობთ საზოგადოება დიდად არ იკლავს თავს წიგნების კითხვით და აი მაგალითად ტარიელ ჭანტურია ყველა მიცის ტარიელ ჭანტურიას ერთ-ერთ თავის წიგნში გაკრიტიკებული ყავს ძალიან არაკორექტულად თანამედროვე ასევე პოეტი ძალიან კარგი პოეტი ისიც ყველასათვის ცნობილი პოეტი საბაც აღებულია კიდე სხვა პრემიებიც მის რამე არ ამბობ ანუ უცნობი ამბავი არ მინდა რა საჭიროა ხო ახლა თუ ვისაც ვინც იცის ვისაც აინტერესებს ისედაც აი ან წაკითხული ექნება ან ეცოდინება რაღაცა ხო მოკლედ სულიად დაუმსახურებლად იწუნებს მის რაღაც მიმართულებას რაღაც ჟანრს და მას ადარებს ესეთი ტაშკუილა ესეთი კაცი იყო კოლორიტი აქ თბილისში ცხოვრობდა რომელიც ნუ იძლევდა უკრავდა და აკუებდა ხო მოკლედ ნიზლავებს იგებდა ამით რომ რამდენსაც ეტყოდნენ ამდენ სიზამ ისიც უშვებდა ჰაერს მოკლედ და მისი ეს შემოქმედება მისი დეკლამაცია შეადარა ამას, რაც უსამართლო არის. მე მგონი არ არის ეს საქმე, მაგრამ ნუ რა, არაფერი არ მოყოლია ამ ამბავს. აქ ამ შემთხვევაში თალაკვაძის ამბავში მე მგონი გადამწყვეტი ის არის, რომ რაღაც აცდენა არის. ახლა ეს მისი ეს ტექსტი არის რაღაცნაირად ნაწილი მისი შემოქმედების და დიდი ნაწილი და მთავარი პოეზია ახლა, ხო? მისი არის ის, რასაც პოლიტიკაში აკეთებს. რა სისტემაც არის, რა სისტემასაც ემსახურება. აი რაც მაგალითად ის დროებით საპარლამენტო კომისია რო იყო და იქ მოდი პირდაპირ კითხავ შენ ეს და ლექსების გამო დასაცინი იყო. იცი რა, აი ლექს მოკლედ მისი შემოქმედება ფართე გაგებით პოლიტიკური იმსახურებს ალბათ აი ამ ტიპის მოპყრობას. ნუ ყოველ შემთხვევაში ასე მე პირიქით ვიყავი რომ ნახე ხამეთ კი რა ვიცი არ მის პოლიტიკურ იმას კი არ განვიხილავ, მაგრამ ნუ რა ლექსებს წერს სული გადაშალავს დაწერა და ხა ცუდი და დანაშაული არ არის ზოგადად კარგი არის მე იმასაც კი არ ვიტყვი არ მეჩვენა რომ განსაკუთრებით სასაცილო ლექსები არ ამგონია ვინმე წინააღმდეგი იყოს რომ არჩილი რო დაბრუნდეს პოეზიაში და მიყოს ამ იმას ლექსების ტყუზას, კაზმულ სიტყვას შეეჭიდოს და ასე შემდეგ არავინ იქნება წინააღმდეგი და ამის გამო მოკლედ რო ყოფილიყო თანმიმდევრული და მას გაეგრძელებია ასევე ლექსების წერა ხო არ ამგონია შეიძლება ყოფილიყო ჩვეულებრივი პოეტი როგორც ბევრი არის და მისი არც შემოქმედება მიიპყრობდა დიდად ყურადღებას არც გააღიზიანებდა და არც გაახარებდა შეიძლება ხო მაგრამ როგორ გინდა მოწყდე ხო ახლა ტექსტია და ტექსტს ყავს ავტორი ავტორს აქვს ბიოგრაფია და რაღაცნაირად ერთმანეთთან გადაჯაჭვულია ეს ამბები ხო მაგრამ ეგ ეს არის ხოლმე ვიცი მე ეს უამბობდნენ რომ აი იმიტომ დავცინით რომ ცუდ ლექსებს წერსო და მე კი არ მომეწონა ეს ლექსებიან საერთოდ ლექსებისგან ხო მე არ ამჯერა რომ ეს განყენებულად მხოლოდ ტექსტის გამო დასცინეს როგორც პოლიტიკოს არ მოწონთ მისი საქმიანობა არ მოწონთ ის რა სისტემაშიც ის არის და მოკლედ რა კანონებს ის თავისიანის ხვისიანის ამბავიც არის ხა აქეთ პოლიტიკურ მხარეს თავისი პოლიტიკოსის დაწერილი ყოფილიყო არავინ არა ზუსტად ხო და მან დავარ ანუ ტექსტი შეიძლება იყოს საბაბი მიზეზი საბაბი ხო რის გამო
მოკლედ რაღაც ნივთი გაქვს, რომლის მიხედვითაც რომელიც შეგიძლია ჩათვალო ამ 10 წლის წერტილად კოორდინატთა სათავეში და ამის მიხედვით აკრიტიკო. ასევე შეიძლება დარწმუნებული ვარ აკრიტიკებენ კიდევაც იმ კანონების გამო, რომლებიც მის პარტიას მიუღია, მაგრამ ის ისე მძაფრად არ აღიქმება, ხო, მაინც, თორე თავარი გასაკრიტიკებელი არის მისი დღევანდელი საქმიანობა, მისი დღევანდელი შემოქმედება, პოეზია გამოხატული კანონებში, სისტემაში, ხო და თან მოკლედ ლექს და მოკლედ შექმნილ აი შეთხზულ ტექსტს არ აქვს არანაირი ღირებულება თუ არ არის ასე ვთქვათ გულწრფელი და მის გულწრფელებაში ეწვიეპარება. ეგ კიდე მაგრამ აი მაგის გარდა არის Facebook აი მოგწონთ ეს პათეტიკით უამრავი დაწერილი მინახავს დაწყებული 2 თვისზე რომ კურთხელი დაფრინავს ვის უნახავს ეს ბავშვებს რასაც სწავლიან მაგითი აბსურდი ხო და უფრო მანამდე კიდე მოგწონთ ეს როცა ხა მანამდე ვლაპარაკობდით ჩაიზე პირველი ლექსის გამო პოლიტიკოსად ქცევის მსურველი, მოკლედ განათლების მინისტრის მოადგილედ რომ უნდა დაენიშნათ მამუკა ლეკიაშვილი, რომლის ლექსიც სადაც კრაბეზული სიტყვა არ არის სწორი ამ შემთხვევაში, არანორმატიული ლექსიკა იყო გამოყენებული, ვინ გადმოვარდება ფანჯრიდან და რითი დაენერცხება ასფალტს, აი ამის გამო ამბობდნენ რომ ეხა ეს უნდა იყოს და მე სულ არ ვიცი, კაი განათლების მინისტრი მოადგილე ექნებოდა თუ არა, მაგრამ ის ლექსი ეხა რა მე მომწონდა. მაგრამ აი თან არის რომ მე გამოვაქვთ რომ აბა ეს მოგწონს რო აი ნახეთ რო აუკვეცოლი შევით რა ვიცი მე ხა მართლა შოთა იათაშვილის არ იყოს რომელიც კიდე ცალკე ლანძღეს იმის გამო რომ თავისი ექსპერიმენტი ჩაატარა რომ მეგობრები დააყენა დარტყმის ქვეშ ძირთად მეგობრებმა დაულაიკეს და სხვა სახელაგვარი რო ყოფილიყო არავის სასაცილო არ იქნებოდა და ხო კოლექტიური ბულინგი მაინც სუდის ანახავი არის ბუნებრივი არის როდესაც 100 კაცი ერთს ურტყავს ესვრის რაღაცას და იმას გაგიჩნდება ემპათია და გინდა დაიცვა მაგრამ მე ვიმხილ ხა სხვას ვერ ასწავლე ჭკუას რომ რატო გეცინება რაზე რასაც გეცინება ავის ჩვენ კი ვართ არბიტრები თქვენ ახლა რაზე უნდა გეცინებოდეთ მაგრამ ნუ თქვენი საქმეა თქვენ იცით მაგრამ მე ვარ მხრივ მოგწონთ ხა ნიკო მე მაინც ვფიქრობ რომ რაღაც გზა ქონდა ამ კაც არჩეული შეიძლება სწორი გზა მე ამ გზიდან გადაუხვია ანუ შენ დაუსახებ იმას რომ პოზიციაში უნდა დარჩენილიყო აშკარად ჩანს აქედან გამოდნებოდა რაღაცა ნიკო თან რა არის იცი მარტო არ არის ეს არჩილ თალაკვაძე ასევე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აგერ დაბრუნება ტერანოვაში ასეთი რომანი დაუწერია თვითონ ამბობს რომ სტუდენტობის დროს დავწერეო ეს კაცი რომანებს წერს ეს ლექსებს წერს აგერ ზაზა გაბუნიას ვისამ აქვს ლიტერატურული ტექსტის ბოლომდე წაკითხვის ეგზისტენციალობა ეს ტექსტი არის ძირითადად იმაზე როგორი ნაკითხია როგორი ჭკვიანი ვარ ამას არ უნდა ბევრი ლაპარაკი მოკლედ ლიტერატურული ჭია ღრნით ამ ხალხს ოცნებაში არიან გავიხსენოთ ეს ცისფერ ყანწელებს ჰქონდათ ეს მეოცნებენ იამორები რაღაცა აი ახლა უკვე როგორი გადასვლა გავაკეთო და ეს ყველანი ერჩიან მამუკა ხაზარაძეს რომელიც დამფუძნებელი არის ლიტერატურული პრემია საბასი არც ერთ სამად საბა არ აქვს აღებული რით არ არის შეთქმულების თეორიის სანიმუშო მაგალითი რის გამო შეიძლება დაგეფორმებინა და დაგეწერა მე გააზიარებდნენ Facebook-ზე როგორც ახლა გამოხმაურებებში ნახოთ და შეიძლება დავწერო კიდევაც. ხო, ახლა ბუნებრივია ესენი არ არიან გამონაკლისები და სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ეჭიდავებიან. ხო, ეგ ირმაინაშვილის რო მიეწერება ეს ლექსია კომკავშირზე, ხო? მართლა მაგისია თუ უბრალოდ შეიძლება სხვა არ გჯერა? რა მე მაქვს ეს დასკანერებული. ვერ ვიჯერებ, მაგრამ შეიძლება ვიღაც სხვა ირმაინაშვილია. ნათობის დამატება იყო რაღაც და იქ არის ეს ლექსი. ხო, არა, რა არის დაუჯერებელი? არა, საერთოდ არის დაუჯერებელი, მეთქი, უბრალოდ შეიძლება სხვა იყოს. ნიკო მე აქ მაქვს წიგნი მოტანილი ისეთ მწერლებს აქვს პარტიაზე, სტალინზე, ბერიაზე და ასე შემდეგ დაწერილი რომ გაგიჟდე საქართველოს უკვე გადარჩა ვისი არა ეს რა არის ეს არის საუნჯი არის ეს არის შოთა რუსთაველის რას ეს 750 აუ რა კაია ეგ რომ მოიტანე იმიტომ რომ ეხა ისევ მოუბრუნდები მე ვაправებ თალაკვაძეს დღეს ვაправებ რა ხო მაგრამ უამრავი გამონათქვამი არის ყოველ კვირას რომელიც ის ხარ დაუწერია რომ რაღაც ბიჯინა კარგია ქართული ოცნება მოდის ოცნება გაუმარჯოს 51 თუ რაღაც და უამრავი ეგეთი რამე იწერება ერთი წერლები რო ქვია თიმათგან მეორე პოლიტიკოსები ამბობენ ისეთ რამებს რო თქვა ირაკლი კობახიძე არის პარლამენტარიზმის ისტორიაში რაც უდავოდ არასწორია რომელიც თვითონ არავინ არ ფიქრობს ეგრე არც ირაკლი კობახიძე და არც არავინ რო რაღაცა და ხო ის პოეტური პროზაა ბიძინა რო ყველაზე მაგარი. არ შეიძლება მაგაზე. მოკლედ ეს ტექსტი არ არის ყველაზე უარესი, ბევრად უარესი იქნებოდა, მაგრამ იმედია რომ ამ დონემდე არ დაეშვებიან, აი რაღაც დითი რამბები პარტიას, ბიძინას, მაგრამ აი ნუ რა არის ახლა ერთი ხელით მშვენიერებას ებღაუჭებოდეს სიტყვაზე პოეზიას, ამაღლებულს რაღაცა ეს სული სიღრმეს და მეორეთი კიდე მეორე ხელით აპრავებდე რაღაცებს, ნუ აი იწევს ეს გაღიზიანებას, ჩემო ნიკო. სხვა ამბავია რომ სხვა ავტორი რო ყოლოდა მაგალითად
პოლიტიკურად უფრო მოსაწონი. ისაღები, ბევრი თავ შეიკავე და როგორც შეიკავა და პირიქით წაახალისა და დარწმუნებული ვარ ხა თალაკ ეს არის რომ ხო შეიძლება თქვას ვიღაცებმა რომ ეხლა დასაცინი იყო მაგლექსებისთვის და ყველამ თავის გულში ჩაიხედოს რაც ეგრე დავიწყოთ ლაპარაკი მოდი რომ ყველამ თავის ჭიას ხო რამდენად თავისიანი პოლიტიკოსი რო ყოფილიყო არ იტყოდნენ რომ მოდი არის აუქნე ისინი ნახავდნენ თამაშებში და ეს ტიში ყველაფერი ერთად აბა დიდი მადლობა ყველას ვინც გვიყურებთ აი მხიარულ ნოტაზე გავიდეთ ბოლოს არ შეამოწმოთ და არ დათვალოთ, იმიტომ რომ შეიძლება 200.000 არ არის და 199.000, ანუ 200.000 გადაცდა. 200.000-ის ჩემდა. ხვევით არის წითელი ღილაკი, რომელსაც subscribe აწერია, დაჯუჯერეთ გამოიწერეთ, რადგან თავისუფლების ისინი რომ ნახოთ ვიდეოები, იმიტომ რომ რა ვაკეთებთ ვიდეოებს და რატო უნდა გამოტოვოთ. ეს არის ბილდ სიტყვაობა. ყველაზე მაგარი სათაურია, რაც ოდესმე მინახავს ერთისული მაკრო ეგ წავიკითხო. აქაც ისეთი ავტორები არის, აი აკაკი შანიძის არის ამბანთქება სკაბრეზული მაგალითად. ხო, არა ეგენი არ წაიკითხო, მაგრამ მანამდე კითხულობდი და ცოტა მომერიდა. იმედია რომ ჩვენი პოლიტიკოსები აქამდეც მივლენ და ამ იმას. აქამდე მიცურები არიან. ბილწის სიტყვების მარაგს მხოლოდ ერთმანეთთან პაექრობაში არ გახარჯავენ და რაღაც ლიტერატურულად შეფუთავენ. დავასრულოთ ჩემი გავიტანჯეთ უკვე.